ადამიანთა უმეტესობა მთელი ცხოვრება ატარებს იმაში, რომ დაელოდოს რაიმე აშკარა ნიშანს. ისინი ევედრებიან, ითხოვენ, რომ სამყარომ როგორმე მიანიშნოს, არიან თუ არა სწორ გზაზე. შემდეგ გადის წლები და იწყება წყენა. წყენა სამყაროზე, ბედზე, არსებობაზე. თითქოს პასუხი არასდროს მოვიდა, მაგრამ სიმართლე ბევრად უფრო მარტივია. სამყარო არასდროს ჩერდება. ის ყოველთვის საუბრობს, უბრალოდ ადამიანს არ ასწავლეს, როგორ უნდა ამოიცნოს მისი ენა. საზოგადოება ზრდის ადამიანს რაციონალურობაში. სთხოვს მტკიცებულებას, უშლის ინტუიციას და აჩვევს მხოლოდ იმ რეალობის დაჯერებას, რაც თვალით ჩანს და გონებით ესმის, მაგრამ სამყარო ფუნქციონირებს სხვა წესებით. ის ჩურჩურით ლაპარაკობს, პატარა დეტალებით, დამთხოვებით, რომლებიც თავსია სიმბოლოებით. მაგალითად, როდესაც ადამიანზე ვფიქრობ და უცებ ზუსტ დატის მელოდია ან სიმღერა ესმის, რომელიც ამ ადამიანთან რაღაცნაირად მოგონებებით გაკავშირებს, ან მაგალითად გაინტერესებს რაიმე და თაროდან შემთხვევით გადმოარდება წიგნი, ან გადაიშლება იმ გვერდზე, სადაც იპოვი პასუხებს შენს კითხვებზე. ეს არ არის შემთხვევითობა, ეს არ არის ფანტაზია, ეს არის მეორე რეალობის გამოძახილი, იმ რეალობის, რომელსაც სული ყოველთვის გრძნობს, მაშინაც კი, როცა გონება წინააღმდეგობას უწევს. ადამიანი ცხოვრობს ორ პარალელურ რეალობაში, ერთი, რომელიც აშენებულია მაგალითად ნეგატივზე, ან ნეგატიურ მეხსიარებას და მოგონებებზე, შეზღუდულ რწმენებზე და მეორე უხილავი, მაგრამ რეალური, სადაც არსებობს უკვდავი ცოდნა, უსასრულო კავშირები, პოტენციალი, რომელიც არაფრით შემოიფარგლება. ბევრი ადამიანი აფასებს პირველს როგორც რეალობას და მეორეს როგორც ილუზიას, მაგრამ სინამდვილეში პირიქით არის. დამკვიდრებული რეალობა, ეს არის ძველი გაცვეთილი ფირი, რომელიც დაუსრულებლად მეორდება, იგივე ემოციები, იგივე ქცევები, იგივე შედეგები. ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ქმნის ნეირონულ ბილიკებს, თავისებურ ავტობანებს, რომლებიც ისევ და ისევ აბრუნებენ პიროვნებას ჩვეული რეაქციებისკენ, მაგრამ ეს ბილიკი არ არის ბედი. ეს არის ჩვევები, რომლებიც შეძენილია იმ პერიოდში, როცა ადამიანი ჯერ კიდევ არ იცნობს საკუთარ არჩევანს. და იმ მომენტში, როცა ადამიანი ამ ყველაფერს აცნობიერებს, სამყარო დებს ხიდს ძველ რეალობასა და ახალ შესაძლებლობებს შორის. ეს ხიდი არ არის გარანტია, ეს არის მოწვევა იმისა, რომ ადამიანი გავიდეს ძველი მენტალური წრიდან, რომლის აშენებაშიც თავად მონაწილეობდა და შეაბიჭოს ახალ რეალობაში, სადაც სიცოცხლე არ იმეორებს თავის თავს, არამედ იბადება ხელახლა ყოველ წამს, სადაც თავად ქმნის ადამიანი საკუთარ რეალობას, საკუთარი სურვილების შესაბამისად.